გიორგი, მოდი თქვენგან დავიწყებ, როცა ქართული ოცნებისთვის ამდენად არის ეს რაღაც ზოგადად მისცა თუ არა არგუმენტი, მაინც ალასკაში გამართულმა შეხვედრამ პუტინთან და ამ თემებზე საუბარმა ქართულ ოცნებას არგუმენტი რომ გავრცელოს საკუთარი ნარატივი ომის და მშვიდობის შესახებ, სხვათა შორის ის სლოგანით სწრაფვა მშვიდობისკენ მათი მხრიდანაც კარგად არის, ასე ვთქვათ, ატაცებული. მადლობა შეკითხვისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრამ რაიმე სახით გააძლიერა ქართული ოცნების პოზიცია ან ეს პროპაგანდა. ამ პროპაგანდის მთელი სიძლიერე აი იმაში იყო ჩემი აზრით, რომ ის იყო ძალიან ბუნდოვანი და მას არ ჰქონდა არანაირი რაციონალი, იმიტომ რომ ის ჩვენ ირაციონალურ შიშს ეფუძნებოდა. და აქედან გამომდინარე მის სიძლიერე ამაში მდგომარეობდა და ყოველი ასეთი შეხვედრის მერე, ყოველი საერთაშორისო წესრიგის ცვლილება მიდის იქითკენ, რომ აშკარად ეს ბუნდოვანება კიდევ უფრო იფანტება და ამაში შემოდის მეტ და მეტი რაციონალი. მაგალითისათვის თქვენ გისმენთ ახლა და არის ეჭვები კი, რომ ეს შეხვედრა რაღაცნაირად მეტი ბენეფიტის მომტანი იყო პუტინისთვის, ხო, ასეთი აზრი არსებობს. იგივე აზრი კიდევ უფრო ძლიერად არსებობდა, როდესაც პირველად შეხვდნენ რამდენიმე თვის წინ თეთრსახში ზელენსკი და ტრამპი და იჭხუბეს ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში, ხო? მაშინ ყველანი ამბობდით, რომ ეს რაღაცნაირად მხოლოდ პუტინს აძლევდა ხელს. მას სინამდვილეში რა მივიღეთ? გაძლიერებული უკრაინის სამხედრო რესურსი, ევროპაში ამაღლებული სამხედრო უნარიანობა, გაზრდილი ხარჯები სამხედრო თავდაცვისთვის და ამერიკასთან გაფორმებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ასობით მილიონი დოლარის იარაღ შეიძენს ევროპა ამერიკასგან და კიდევ უფრო გაძლიერდება, ხო? ეს ნამდვილად არ იყო პუტინისთვის ბენეფიტი. სინამდვილეში აი ესეთ მოლაპარაკებები ყოველთვის იქნება მისთვის ცუდი შედეგით. რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში დემოკრატიული სამყარო ცდილობს მართლა რომ ნამდვილი მშვიდობა დაამყაროს და არა ის მშვიდობა, რომელსაც რუსეთი ცდილობს რომ რაღაცნაირად თავს მოახდინოს ყველას, ხო? იმიტომ სინამდვილეში ყველა იმპერიას აქვს გარკვეული წესრიგის წესები, ხო? სინამდვილეში ამას ისტორიაში ეძახიან ხოლმე მშვიდობის წესებს, ხო? პაქს რომანა არსებობდა ესეთი მაგალითად ყველაზე ცნობილი ტერმინი, რომელიც იყო რომაული მშვიდობის სამსახური, ან რომაული წესრიგის ასოც და პაქს ბრიტანიკა და ასე შემდეგ, ხო? ყველა ასეთ მშვიდობას ქონდა თავისი, ასე ვთქვათ, წესრიგი და თავისი წესები და პაქს რუსიკა, რომელსაც თუ დაგუგლავთ ყველა ნახავთ, ხო? სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ცდილობს თავისი ეს დღის წესრიგი გადაიტანოს ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც რაღაცნაირად ეტორღიალება თავისი გავლენით, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენთვის ეს რუსული მშვიდობა, რუსული წესრიგი რას ნიშნავს გეტყვით? ნიშნავს ერთ ცენტრალიზებულ გადაწყვეტილების მიღების ადგილს, როგორც არის ბიზნა ივანიშვილის სახლი დღეს მაგალითად, როგორც არის პუტინის ბუნკერი რუსეთში. და იქ აი ამ რაღაც გარკვეული წლის ადამიანების ყოფნას, ქართველი ხალხის მათ მიერ ძარცვას და მე ერთმანეთში ამ ფულის სისხლიან გაყოფას, ხო, რასაც დღეს ვადევნებთ თვალყოს. აი ეს არის რუსული მშვიდობა. აი ამას გულისხმობს ქართული ოცნება, როცა მშვიდობას ამბობს. ამიტომ ჩვენ ერთია, თუმცა მეორეა საკუთარ ამომრჩეველს როგორ ესაუბრება და მე რა გითხრათ სურათი რაც ნახეთ, რომ ტრამპი ესაუბრება პუტინს, ქართული ოცნებისთვის არგუმენტია თქვას, რომ რეალურად ომის მონაწილეები კი არა და ომის მთავარი მოთამაშეები არიან ესენი, დასავლეთი. რატო დუმდა ქართული ოცნება მაშინ, და ეს არის სხვისი ომია. აი ნახეთ, რატო დუმდა მაშინ ქართული ოცნება, როდესაც ტრამპი იდგა შუაში აზერბაიჯანსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის და აგვარებდა კონფლიქტს, რომელიც 36 წლის წინ დაიწყო და რუსეთს ყველანაირი შანსი ჰქონდა რომ მოგვარებდა. პუტინს ალბათ აქვს ახლა მცდელობა, რომ ამ ტრამპთან შეხვედრით გადაფაროს თუნდაც ეს კრახი, რაც ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში, ისეთივე მიზანი შეიძლება. სინამდვილეში არის ესეთი სულ წინასწარ შეიძლება შეფასდეს ეს ამბავი. 1804 წელს დაიკავა აზერბაიჯანი რუსეთმა, ხო? 1826 წელს დაიკავა სომხეთის დღევანდელი ტერიტორია რუსეთმა. იმის მერე ამ ქვეყნებისთვის არაფერი კარგია რუსეთს იქ არ მოუტანია და 1998 წელს დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტი. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ხელში იყო ყველაფერი კიდევ 3 წელი და რო უნდათ მოგვარება იმ წამს მოაგვარებდა. იმის მერე კიდევ 25 წელი რუსეთი იყო მშვიდობის ყოფილიც, მათ შორის მომლაპარაკებაც და ორივე სტრატეგიული პარტნიორი იყო. და როგორღაც ორივე სტრატეგიული პარტნიორი არც ერთისთვის ემეტებოდა მშვიდობა, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცით ერთი რა გზითაც შევიდა რუსეთი ამერიკავკასიაში საქართველოს გავლით, მე აზერბაიჯანის, მე სომხეთის ზუსტად იმ გზით ტოვებს, ოღონდ უგუღმა. ჯერ სომხეთიდან გამოვიდა, ეხლა აზერბაიჯანი, ეხლა საქართველოსთან გამოვა. სინამდვილეში აი ეს საერთაშორისო წესრიგი მიდის აქეთკენ. და აქედან გამომდინარე ეს რუსეთმაც ძალიან კარგად იცის, უბრალოდ წელავს ამის დროს. რამდენად უწევთ წინააღმდეგობას ამ პროპაგანდას, რამდენად ძლიერი ხართ ამაში თქვენი აზრით, ან როცა ამ მიმართულებით თავის ხაზს აგრძელებს და ალბათ ამ თვეებშიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ოცნება, რაღაც ეფექტური გზა გაქვთ თუ არა
მოძებნილი, ნანახი, ნაპოვნი, რადგან გამოცდილებაც გვაქვს უკვე ომის და მშვიდობის შესახებ პროპაგანდა, რაც უწარმოებია ქართულ ოცნებას, ოღონდ მინდა გთხოვოთ, რომ მოკლედ მიპასუხოთ, ბევრი დრო აღარ გვაქვს. პროპაგანდაზე პასუხი. რამდენად ძლიერები ვართ, ჩემი აზრით ეს საინტერესო შეკითხვა. იმდენად ძლიერები ვართ, რამდენადაც შეიძლება ოპოზიცია იყოს კმეთი და ძლიერი, ფაქტობრივად 13 წლიანი იმ პრაგმატული ტირანიის მერე, რაც ქართულმა ოცნებამ დაამყარა, ხო, საქართველოში. იმიტომ საქართველოში ბევრს გონია, რომ რაღაცნაირად ბოლო პერიოდი შემოიფარგლება უსამართლობა და ბრძოლა დემოკრატიულ ძალებთან, რასაც უყურებთ, ხო, ქართული ოცნების მხრიდან, სინამდვილეში იყო საქართველოში პერიოდი, როდესაც უბრალოდ რაღაც პოლიტიკის გამო არ ჭირდებოდა ქართულ ოცნებას, რომ ეს ძალაუფლება იმდენ ადამიანზე გაივრცელებინა, რამდენსაც დღეს მოიცავს. იმიტომ რომ სინამდვილეში ქონდა მას რაღაც ელექტორალური წარმატება და მაგრამ ახლა შეიძლება რაც აქვს ალბათ იმის შენარჩუნება მაინც. ცხადია და ელექტორალური წარმატება თქვენი მიზანი არის მისი ავტორიტარულ რეჟიმებში ამომრჩევლის, ასე ვთქვათ, გადმობირება თუ აი პროპაგანდა ვის ემუშაობს, გაქვთ თუ არა პროპაგანდა შესწავლილი, რომ მას დაუპირისპიროთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს გავაკეთოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ერთ-ერთი რამ, რომ ამ ქვეყანაში მე ვიცი, რომ არსებობს დემოკრატიული ძალები, არსებობს კოალიცია ცვლილებისთვის, არსებობენ ჩვენი პარტნიორები, არსებობენ ოპოზიციური ძალები, რომ შეთანხმებულები ვართ იმაზე, როგორ უნდა იმართოს ეს ქვეყანა კოალიციურად, ამის დოკუმენტები არსებობს, რომელსაც ხელი მოგვიწერია, ხო? არსებობს ის პროექტები, რომლის განხორციელებაც გვინდა და უმნიშვნელოვანესი აქ არის საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში და ნატოში, ხო? და უმნიშვნელოვანესი ამ თვალსაზრისით არის ის, რომ სინამდვილეში ქართული ოცნების შეცვლიდან 5 წლის მანძილზე საქართველოს შეუძლია რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.